შევავით საჯელს ყველა ციხეში. გამარჯობათ პატრიოტებო ტელემაყურებლებო ჩვენი გადაცემა კაცია ადამიანი ჩვენ დავარქვით ეს ასე ვთქვათ ჩვენ გადაცემას ილია ჭავჭავაძის შემხედვარებ ყველა კაცი არის ადამიანი თუ არას ამაზე არის ლაპარაკი მაგრამ გვექნება სხვადასხვა საკითხებზე ასე ვთქვათ საუბარი რასაკვირველია და მე მინდა ესე დავიწყო ჩვენი საუბარი, იმიტომ რომ აქტუალური მიმაჩნია აქტუალურად ეს თემა საქართველოში. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი გალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. ეს ჩვენი პირველი გადაცემა, მე მინდა დავიწყო ქართული ზღაპრების, ასე ვთქვათ, ბევრი ქართული ზღაპრის, ასე ვთქვათ, დასაწყისიდან და ვილაპარაკოთ უნდა ჩვენ როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, ჩვენ არა ვართ გამოჩენილი ექსპერტები, არა ვართ გამოჩენილი პოლიტოლოგები, ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის ბედიღბალი. განსაკუთრებით გვაინტერესებს ის, რომ საქართველოს იყოს ნორმალურ მდგომარეობაში, მთავრობა გყავდეს კარგი, ჩვენი მდგომარეობაც გაუმჯობესდეს, ყველას მდგომარეობაც გაუმჯობესდეს და აღარ იყოს ეს სულ წუწუნი, ეს საჭმლის ფული არ აკოვდეს, არ გჭირდებოდეს ეს არც პენსია, თუ მაინდა-მაინც დიდი პენსიები, არ გჭირდებოდეს სოციალური დახმარებები ჩვენ ხალხს, როდესაც ამბობენ 800,000 კაცს სოციალური დახმარება აქვს და პენსია კიდე რაღაც იგივე 800,000 კაცს. არ უნდა ჭირდებოდეს, სადაც მოსახლეობა არის 2,5 მილიონი, 3 მილიონი, არც ვიცით რამდენია მოსახლეობა, იმიტომ რომ ვერ დავითვალეთ, ამდენი ხანია ეს მოსახლეობა, რამდენია საქართველოში მოსახლეობა, რამდენია გასული, არ ვიცით, რამდენია შინ არ ვიცით, მე პირადად არ ვიცით. ბატონო სუსუ, თქვენ ხომ? არა, მე მგონი ეს არავინ არ იცის ზუსტად. აღწერა არ ჩატარებულა რამდენი წელია და ამიტომ ჩვენ აი ასე ჩვენ აზრს ვიტყვით იმ საკითხებზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს და რაც ალბათ დაინტერესებს ჩვენ მოსახლეობასაც. მე გახლავართ მშენებელი ინჟინერი ნიკო შარაბიძე, რომელიც 50 წლის სტაჟით და წლებით აღარ ვიტყვი რამდენი წლისა ვარ, არც არის საინტერესო ალბათ არავისთვის და აქედან გამომდინარე ოჯახით, შვილებით, შვილიშვილებით და შვილიშვილიშვილის ამყავს. და მაწუხებს ჩვენი მდგომარეობა. მაწუხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო ყოფი, ასე ვთქვათ, ქვეყნების მდგომარეობა, ვინაიდან ჩვენზე გავლენას ახდენს ყველა ეს ქვეყნები, რომელიც ჩვენ გარშემოა და ჩვენ ზოგიერთი ჩვენზე შორს არის ნამიძალია, შორს არის ოკეანის გაღმა ქვეყნების. ეს მდგომარეობა გვაწუხებს და ამდენად ჩვენ ვაპირებთ აი ესეთ გადაცემის გამოწყებას, რომელსაც ქვია კაცია ადამიანი, ყველა კაცი არის ადამიანი, ისე ვიბეორებ ამას. მაგალითად, სააკაშვილი ადამიანია? კაცი თუ არის, ისიც არ ვიცი, მართალი გითხრათ, ზუსტად, მაგრამ ადამიანი რო არ არის, ნამდვილად ამასაც მე დაგედასტურებთ, იმიტომ რომ მე თვითონ გავიარე მის, ასე ვთქვათ, ამ მოწყობილ მის მიერ და მისი, ასე ვთქვათ, კამარილის მიერ მოწყობილ ამ ტრაგედიაში, რაც მოაწყო ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და მათ შორის მეც მოვხდი ამ საცერს თუ დავარქვევ, საცერში თუ კატლეტის მანქანაში, ვერ ვიტყვი ახლა, მაგრამ აი ესეთი დღეს კი გამოდის და ჩვენ ტელევიზიებში გამოდის დღეს სახელმწიფო აღიარებულია სახელმწიფო დამნაშავედ ერთ პერიოდში იძებნებოდა ინტერპოლითაც, მე მოხსნეს ეს ინტერპოლი იძებნა, როგორც მე ვიცი, მაგრამ საქართველოში ეს ძებნა არ მოხსნილა. ეს კაცი გამოდის და
ვასწავლის ჭკუას ჩვენი ტელევიზიებით. მე მაინტერესებს რას უყურებს ეს ჩვენი მთავრობა, იგივე უშიშროების სამსახურები, იგივე ვისაც ეს ეხება ეს სატელევიზიო ხელმძღვანელობა ალბათ არსებობს ეს მარეგულირებელი კომისიები, რომ როგორ შეიძლება რომ სახელმწიფო დამნაშავე გამოუშვა ტელევიზიაში და ხალხს ასწავლოს ჭკუა. ზოგიერთი ხალხი უჭკუა და ისწავლის იმისგან რაღაცას ალბათ არა? გავლენას იქონიებს. თქვენ როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ეს გავლენას იქონიებს რაღაც ნაწილზე მოსახლეობის. რა არის იცით სააკაშვილმა მოახერხა ის რომ უკრაინის მოქალაქე გახდა რა. გუბერნატორიც იყო, ცოტა ხნის წინ გადადგა გუბერნატორობიდან და ძებნა იმდან მოიხსნა რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეზე იყო უკვე ძებნა გამოცხადებული როგორც მე ვიცი, მაგრამ ახლა რადაში ისეთ სიტუაცია უკრაინაში შექმნილი რომ დეპუტატები ითხოვენ ჩამოერთვას მოქალაქეობა სააკაშვილს. აი ამის შემდეგ უკვე ჩვენს მთავრობას და უშიშროებას ვისაც ეს ხელეწიფება აქვს უფლება რომ კიდევ ერთხელ მოითხოვოს ძებნილად მისი გამოცხადება და ექსტრადიცია მის საქართველოში. მაგრამ მე შეგედავებით ეხლა მე გეტყვით რომ თუ კაცი ძებნაში იყო და ეხლა რაღაცა მიზეზებით ეს ფორმალური მიზეზების გამო მოიხსნა ძებნიდან რა კეთილშობილ ადამიანად ითვლება და ასე ვთქვათ ხალხის მოყვარულ და მეგობარ ხალხ ადამიანად ითვლება რომ ეს ტელევიზიები რო უშვებენ და მოძღვრავს ხალხს თავის ჭკუაზე აი ეს რამდენად სწორია თუ კიდე მოხსნილი იყო და თუ კიდე არ იყოს მოხსნილი წაყენებული აქვს უამრავი დანაშაული მართალია ეს დანაშაულები ვერ წარუდგინა ჩვენმა პროკურატურამ იმდენად კარგად ჯერჯერობით მაგრამ ხო შეიძლება რომ წაუყენო დავუშვათ დანაშაული არავითარი მოწმე არ ჭირდება და არავითარი ის არ ჭირდება რა ქვიან დამტკიცება იმას რომ დაიწყო რუსეთის საწინააღმდეგო პროვოკაცია დაიწყო და ამას მოყვა რუსეთის ომი ხო და დავკარგეთ საქართველოს უკვე de facto და de jure-ს დავკარგეთ და de facto-ს დავკარგეთ. de facto გექონდა დაკარგული, მაგრამ de jure-ს დავკარგეთ ჩვენი საქართველოს ტერიტორიები და ასეთი კაცი მე ვიცი მეფეები რო იყვნენ დაუშვათ რომელიც ასე სამარცხვინოდ მოიქცეოდნენ დაუშვათ მოწინააღმდეგესთან ომის დროს მაგ მეფეებს იჭერდნენ და ხვრიტავდნენ მეფეები იყვნენ თუ თავარსარდლები ხო ეს თავარსარდალიც იყო და ჩვენი მეფეც იყო რა პრეზიდენტი იყო როგორ არის ეხლა ჩვენ არ შეგვიძლია ვიმჟელოთ რომ მაგი არის ასე სახელმწიფო დამნაშავე აუცილებლად გამოცხადებული უნდა იყოს სადმე და ჯერდე გამოცხადებული იყო მე ვიცი და იყო კი ბატონო გამოცხადებული იყო ნუ სააკაშვილი რო ბევრ რამეშია დამნაშავე და რა თქმა უნდა იმ ომშიც რომელიც სამარცხვინოდ წავაგეთ მაგაზე ორი აზრი არ არსებობს ამაზე უნდა მოხდეს ექსტრადირება მისი საქართველოში და ყველა დანაშაულს უნდა გასამართლდეს თუ ის გაიმართლებს თავს კი ბატონო პრობლემა არ არის მაგრამ მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ძალიან ბევრ საკითხში ის თავს ვერ გაიმართლებს ვერ გაიმართლებს მაგრამ ამ ტელევიზიებში რატო უნდა მოძღვრდეს ტელევიზიებიდან ეს უკვე ტელევიზიის კერძო ტელევიზიებიდან მოძღვრავს ხო მე როგორც ვიცი ალბათ რუსთავი 2-დან პირველი რუსთავი 2-დან და სხვებად საჩვენეს ნუ სხვება მათი გადაღებული პროგრამიდან ნაწილი აჩვენეს ნუ დამოუკიდებელი ტელევიზიები ქვია ამ ტელევიზიებს და ეს უკვე რედაქციის გადასაწყვეტია რას აჩვენებს ვის აჩვენებს ეს არის ჟურნალისტური ეთიკის საქმე მე თუ მკითხავთ მე ვერ დაგეთა ჩემთვის არაეთიკურია მაგალითად ესეთი ადამიანები მე ვერ დაგეთ ჟურნალისტური ეთიკის საკითხი ნამდვილად არის მაგრამ სახელმწიფოებრივი საკითხია რომ სახელმწიფო დამნაშავეს რომ დაუშვათ ტელევიზიაში და დამოძღვროს ხალხი არ უნდა გამოუშვა ტელევიზიაში მაგ ესეთი კაცი აკრძალული უნდა იყოს რაღაც აკრძალვა უნდა არსებობდეს რაღაც არსებობდეს თქვენ გახსოვთ ალბათ რევოლუციამდე იყო ერთი ტერორისტი კაბო ტერპეტორსიანი რომელიც სიბიძურეებს და რას არაკეთებდა ხრიდა ხალხს კლავდა და ექსპროპრიაციებს ატარებდა და იმ მთავრობას დაუშვათ მეფის მთავრობას რომ გამოეშვა მაშინ რო ყოფილიყო ტელევიზია დაუშვათ რომ და გამოეშვა და გამოსულიყო და ხალხისთვის ესწავლებია როგორ გაეკეთებინა ეს ექსპროპრიაციები და ტერორისტობა ხო იცით არა და კიდე რას აკეთებდა იცით კარგად იმ საგიჟეში რომ ჩააჯინეს ხო ეხლა მაგას მე არ ვიტყვი არ ვიჭებ თავისუფლებას მაგრამ ასეთი კაცი რომ გამოვიდეს და ასწავლოს ხალხს ის რასაც თვითონ აკეთებდა ხო როგორ არის ეხლა ეს რა ვიცი უნდა გასამართლდეს და ამის შემდეგ გვექნება ამაზე საუბრის უფლება ჩემი აზრით დამნაშავეა გეცანხმებით დამნაშავეა ბევრ რამეში მაგრამ სანამ არ არის
სასამართლო ჩატარებული, არსებობს უდანაშაულობის ხო პრეზუმპცია. ჩაუტარეს ის სასამართლოები რაღაც პიჯაკებზე და შარლებზე. კი ბატონო, მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმპცია არსებობს, თუ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და დემოკრატიული ქვეყანა გვინდა რომ გქონდეს, უდანაშაულობის პრეზუმპცია არ უნდა დაირღვეს. მე ვერ დაგეთახვები თამაში, ძალიან დიდი მოდიშმევდი. მე მგონია რომ მასეთი პიროვნება ვინც ეჭვმიტარილიც არის, დაუშვათ, თუ კიდე ომის ამბავში, თუ კიდე ამ ხალხის ტერორის ამბავში, აგერ ხალხი ციხეში ვიყავი და ვიცი რაც ხდებოდა ის ციხეებში და ამ სურათის ყურება მესულებით ამჭირდება მაგალითად რომ ესე იგი მაინდა-მაინც ვიცოდი რა ხდებოდა ამ ციხეებში. მე თვითონ ჩემზეა გამოსტილი ამ ციხის ამბავი. მართალია, დიდ რეპრესიებში არ მოხვედრი ვარ, რადგან ჭკუა ვიხმარე და ის დანაშაული ავიღე ჩემ თავზე, რომელიც პრაქტიკულად არ ქონდა დანაშაული ჩადენილი, მაგრამ ნუ ავიღე ჩემ თავზე, იმიტომ რომ მთელი ხალხი გადავარჩინე სამსახურში ჩემთან მუშაობდა 1500 კაცი და აქედან ერთი 100 კაცი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი იყო. გადავარჩინე, იმიტომ რომ მე რაღაცა გავაკეთებინე ამ იმ თავრობისთვის თხოვეს დამავალეს უბრალოდ რაც გავაკეთე და იმის გულისთვის დამიჭირეს, ხო? და დღესაც არ დამთავრდა ჩემი დევნა აქა. მე ვამბობ რომ ეს არ არის სწორი. ჩვენ ის ციხეებში ვიცით რასაც აკეთებდნენ, ყველაფერი ფაქტები გვაქვს, საქმე აღძრულია მე ესე ვიცი. ამიტომ საქმე აღძრული ვიზეც არის ასეთ გათახსირებულ პიროვნებაზე არ უნდა გამოუშვა და მასობრივი აგიტაციის საშუალებებში არ უნდა გამოუშვა. მე ესე ვიცი. და ასე უნდა იყოს მითითება. მე ესე მგონია, თუ ჩვენ გვინდა რომ სახელმწიფო ავაშენოთ და თუ ეხლა ველოდეთ სანამ მაგას ეხლა ჩამოიყვანთ ჩვენ აქ და სანამ ფაქტებს მაგას დაუდებენ, ფაქტები გვაქვს ჩვენ, ვიცით, ხო? ეს ომი ვიცით, ყველაფერი ვიცით, ციხეები ვიცით. აგერ რამოდენიმე ათეულის სერია გააკეთა რა ქვია? ხაინდრავო. ხო? ხო, ნახეთ არა რაც არის. ხო და ვინც ვერ ნახა, ვინც არ იცის დაუშვათ და ვინც ადრე არ ნახა ეს ციხის კადრები, რომელიც აგერ ლადო ბედუკაძემ რომელმაც ასე თქვა დაჩვენა ამ ხალხს, ხო? როგორ არის ეხლა ეს? ამიტომ მე მიმაჩნია რომ ჩვენ ძალიან დიდ დროს კარგავთ ეხლა ამ საუბარში, მაგრამ ჩვენი პირველი საუბარია ეს და მე თქვენი ასე თქვა პოზიციები მაინტერესებს. ხო და მე მიმაჩნია რომ არასწორია. თქვენ მიგაჩნიათ რომ ჯერ უნდა გაასამართლოთ და მე არ გამოუშვა ტელევიზიაში. მეც მიმაჩნია რომ სწორია, მაგრამ იურიდიულად ასია. ჩემინება რომ იყოს მე სხვანაირად მე ვერ დაგეთახა. ჩემინება არ არის. იურიდიული ხარის გარდა არსებობს მორალური მხარე, ეთიკა, არსებობს ყველაფერი და კაცი რომელიც ესეთი დანაშაულები ჩადენილი აქვს და წარდგენილი აქვს ეს დანაშაულები და ეხლა იქ მოუსწრეს დევნა თუ არ მოუსწრეს დევნა ამის გამო ის კაცი გამართლებული არ არის. რა თქმა უნდა არ არის გამართლებული. იქ რაღაცა ბოდიში და საქმე ჩააწყო იქ ვიღაცის მეშვეობით იმ დაუშვათ იმ ობამას ობამას ხალხის მეშვეობით იქ იყო ვისაც მაგას ხარჯ უჭერდნენ ეს სენატორები ის ეხლა დღესაც არის ეს მაკეინი და სხვა კიდე და უჭერდნენ ხარჯს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ საქართველოში მაკეინის twinit ვიმუშაოთ. მაკეინი 7 წელიწადი ტყავდათ ვიეტნამში. და იქ რუსები მოღვაწეობდნენ კარგად იცით ვიეტნამში და 7 წელი ეს ხელები ამოტრიალებული სადაც დაჭრილი იყო იმ ხელებზე ქონდა ჩეხვეული შემოკრული ეს თოკები და ტკივილებს აყენებდნენ და მთელი ამბავი და ის გაბოროტებული კაცია. იმ გაბოროტებული კაცის პოზიციიდან მე მგონი ჩვენ არ უნდა ვიმუშაოთ. ჩვენმა სახელმწიფო ეს მე ვამბობ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. მე არ ვიმუშავებ პოლიტიკოსი. ესე ალბათ არა? მართალი გზანდებით რა მოდარაგი. ამაში შევთავაზეთ მაშინ. რა თქმა უნდა. რომ არ უნდა უყუროთ ჩვენმა ბავშვებმა, შვილებმა, შვილიშვილებმა და ასე ვთქვათ, სხვებმაც დანარჩენებმა ამ უმსგავსო ადამიანის ასე ვთქვათ, სახეს და მის აზრებს არ უნდა მოусმინოთ. მე ესე მგონია. ჩემინება რო იყოს ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო, მეც იგივე დავალებას მივცემდი ჩემ ჟურნალისტებს და არავითარ შემთხვევაში ესეთი ადამიანისგან ინტერვიუს არ ავაღებინებდი, მაგრამ ну რა ვქნათ, ესეთი კანონია და ის მე პატრონად წყვეტს, ვისგან აიღოს ინტერვიუ და მე მგონია რომ ეს კანონი ასე ვთქვათ არ ეხება მაგ სააკაშვილს. სააკაშვილი უნდა იყოს გაჩუბებული და დამალული სადმე მაგიდის ქვეშ უნდა იყოს შემძვრალი. მორალი რო ქონდეს შეძრება ბოლოს ესე იქნება. ალბათ. ну მაშინ ჩვენ ეხლა გადავიდეთ ჩვენ საქართველოს ასე ვთქვათ გარშემო ასე ვთქვათ მდგომარეობაზე. ჩვენ ჯერ ყველაზე უფრო აქტუალური საკითხი გვაქვს დღეს. ალბათ ჩემის აზრით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები. ალბათ თქვენ ადევნებდით თვალყურს და
მე პირადად ჩემ პოზიციასაც გეტყვით, მე უჭერდი მხარს დონალდ ტრამპს, მაგრამ მეგონა რომ გაიმარჯვებდა ჰილარი კლინტონი. მარტო თქვენ არ გეგონა. თქვენი აზრი მაინტერესებს. მე ახლა ტრამპს არ უჭერდი მხარს სიმართლეს გეტყვით, მაგრამ არც ჰილარი კლინტონის მომხრევ ყოფილ ვარ. ესეთი ორი სუსტი პრეზიდენტობის კანდიდატი მე მგონი ამერიკის ისტორიაში არ ყოფილა. შესაძლებელია. შეეძლოთ ბევრად უკეთესი კანდიდატები შეერჩევა ერთ პარტიასაც და მეორე პარტიასაც, ჩემი აზრით. მაგრამ როგორც ყველა მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებდა. მეც ესე მეგონა. აბსოლუტური ხმების დათვლით გაიმარჯვა კიდევაც. 1 მილიონით მეტი ხმა. თითქმის 2 მილიონით მეტი ხმა მოაგროვა ჰილარი კლინტონმა, მაგრამ ამერიკაში ისეთი საარჩევნო კანონია, რომ გამარჯვებული გამოვიდა ტრამპი. იცით ალბათ როგორ ხდება ამერიკაში არჩევნები, რა მაყურებლებს მოახსენებ. შტატები ამერიკაში ყველა შტატი ითვლება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. და თითოეული შტატი ცალკე ირჩევს პრეზიდენტს. და იქ არ აქვს მნიშვნელობა 55-ით 45%-ს მოუგებ თუ 80-ით 20%-ს. ყველა ხმა მიდის გამარჯვებულისკენ. ამიტომაც სამ შტატზე არის ყოველთვის ბრძოლა პირველ რიგში. ეს არის კალიფორნია, ტეხასი და ფლორიდა. ნუ კალიფორნიას 55 ხმა აქვს, ტეხას 38, ფლორიდას 29. სულ 260 მოსახლეობის მიხედვით 270 ხმა ჭირდება გამარჯვებისთვის, ხო? კი. და ყოველთვის ხდება რომ ტეხასი და კალიფორნია თითქმის ყოველთვის საწინააღმდეგო მოწინააღმდეგეებს აძლევენ ხმას. კალიფორნიაში იმარჯვებს დემოკრატი, ტეხასში იმარჯვებს რესპუბლიკელი უმეტეს შემთხვევაში და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფლორიდას. ნუ ფლორიდაში გაიმარჯვა ტრამპმა. და რა არის იცით კიდევ ძალიან მცირე რაოდენობა მიიღო მოსახლეობის ამერიკაში მონაწილეობა არჩევნებში. აი რომელმაც ობამასთან წააგო წინა არჩევნებში. 2 მილიონით მეტი ხმა მოაგროვა იმ არჩევნებში, ვიდრე დღეს მოაგროვა ტრამპმა. და იქ დამარცხდა და ახლა ტრამპმა გაიმარჯვა. ნუ ლეგიტიმაციის საკითხი დგება ახლა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რესპუბლიკურ პარტიაშიც დიდი არეულობა, როგორც თქვენ იცით, ბევრი მოწინააღმდეგე ყავს ტრამპს. ნუ დემოკრატები თავისთავად და უბრალოდ მათემატიკა, ესე იგი, თუ 50%-ზე ნაკლებმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და იმის ნახევარზე ნაკლებმა მიცა ხმა, მე მოსახლეობაზე ვლაპარაკობ. 25%-ზე ნაკლები მოუგროვდა ხმა, სადღაც 22% მოუგროვდა ამორჩევლების. ნუ ეს ყველგან ესე რა გასაგებია ხო, გასაგებია. 100% არ მონაწილეობს. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ის ვერ შეთანხმდება რესპუბლიკურ პარტიასთან, რომელშიც ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, გაუჭირდება ქვეყნის მართვა. ძალიან გაუჭირდება. რესპუბლიკური პარტიაც სენატშიც და კონგრესშიც და უმრავლესობის პალატაშიც რესპუბლიკურია, მაგრამ იქ აქვს თავისი, ასე ვთქვათ, პრობლემები. რასაკვირველია. ხო, მაგრამ ეხლა მიუხედავად ჩვენი ამ საუბრისა, რომ იქ მეტი ხმა მიიღო კლინტონმა და გავიდა ტრამპი, ესეთი სისტემაა, ეგ არის ამომრჩეველი რუსულად უძახიან ვიბორშიკი, ქართულად ვერ გეტყვი ეხლა. იგივე ამომრჩეველი გამოდის. ამ ამორჩევლებმა უმრავლესობა გავიდა. ეხლა ფორმალურად ჯერ არც არის დაფიქსირებული, იმიტომ რომ ამ ამორჩევლებმა უნდა აირჩიონ ეხლა პრეზიდენტი, მაგრამ დაუწერელი კანონია მან, რომ აუცილებლად უნდა მისცენ ხმა, ვისაც მის შტატში, რომელ შტატშიც მოიგო. დაუწერელი კანონია. შეიძლება და არ ვიღნოს დაუწერელი კანონია, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ მაინც პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, პრეზიდენტი კი არ არის, მაგრამ ნუ მომავალი პრეზიდენტი არის ეს დონალდ ტრამპი, რომელსაც სულ ბევრი სხვა შეხედულებები აქვს. ეს არჩევნების წინ ალბათ რასაკვირველია, უფრო გაბრძოლებულია, შეიძლება ეს შეხედულებები სულად შეიცვალოს და კაც არ იცის როგორ შეიცვლეს, მაგრამ როდესაც მოქმედებას დაიწყებს თვითონ. ამიტომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ავიღოთ de facto ის რომ დღეს პრეზიდენტი გახდება 20 იანვარს 19 იანვარს გახდება, ესე იგი, ალბათ დონალდ ტრამპი, რომელიც არის სხვადასხვა მშენებელი, მეც მშენებელი ვარ ძალიან. მე შეამონა რომ მშენებელი გახდა, ასე ვთქვათ, პრეზიდენტი, იმიტომ რომ ძალიან მრავალმხრივი ცოდნა აქვს დაუშვათ ხალხთან ურთიერთობის და საქმიანობის და ბიზნესის, როგორც იტყვიან, მართალია პოლიტიკური გამოცდილება ნაკლებია. მაგრამ ალბათ მაინც აი თავისი სულელი კაცი არ უნდა იყოს, ჭკვიანი კაცი იქნება, ამდენი პური რო იშოვა, ესე იგი ჭკვიანია, ხო?
ხო და მithumetes არ მოუტაცია და არავის არ წაუთვევია რამოდენიმეჯერ გაკოტრდა კიდეც და მე მაინც აღდგა და ძალიან ასე ვთქვათ ძლიერ პიროვნებად ითვლება მე მაინც ესე ვფიქრობ და მაგიტომაც უჭერდი მხარს იმიტომ რომ მარტო შენებელია იმიტომ უჭერდი მხარს იმიტომ რომ ნუ თვითონაც მაგალითად შესაძლებლობადაც მომწონდა უფრო ვიდრე მართალიას მამაკაცია და ის გალია ეს ხილარი კრიტონი 70 წლის დედაბერია ბოდიში ამ სიტყვაზე და ეს მაინც მაშკაცი მე მგონდა კალებიც უყურს და უნდა უყარდეს და მაგრამ კალები უყურს მაგალითად ჩემში მე იმას კი არ ვარ კალების გასვლის მოყვარული მაგრამ საერთოდ მამაკაც კალები უნდა უყარდეს აბა როგორ უნდა იყოს შეიძლება მამაკაც რო კაცები უყარდეს კაცი შეიძლება უყარდეს მაგრამ ნუ მე ვამბობ სხვანაირ სიყვარულს სადაც აი ნერგავენ ჩვენთან ეხლა ის აღარ დანერგავს მაგას რა თქმა უნდა აღარ დანერგავს აი ამ კაცის მიერ კაცის ცოლად მოყვანას მაგალითად არ დანერგავს და ქალის მიერ ქალის ცოლად ვერ გაიგებ დედა ქვია თუ მამა ქვია მან როგორ არის ქვია პირველი მშობელი ნომერი პირველი და შეიძლება მშობელი ნომერი მეორე ერკვევა გვაწყობ ჩვენ ქართველებს ესა და საერთოდ ვინმეს და სომხებს აწყობთ ან ქურთებს ან არაბებს მე არაბეთში ნამუშევარი ვარ 3 წელიწადი და ვიცი იმათი შეხედულებები სულ სხვა არის ამ ქალსა და კაცს შორის ურთიერთობის შორის შეიძლება არიან იქაც რასაკვირველია ესეთი მოვლენა არსებობს ვიღაცა მოქალაქე არ ვიღაცა მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში მუსულმანური სახელმწიფოები იქ მიუხედავად იმისა რომ იქ ეს არსებობს ეს პრობლემაც ალბათ მაგრამ არ დაუშვებენ რომ ყურანი დაარღვიონ და აიღონ და კაცი დააკარონ რომ კაცის მიერ კაცის ცოლად მოყვანა დაუშვათ არ ამგონია ამიტომ ესეც ანტაგონიზმი ხდება მაშინ ამ ქრისტიანულ და არც ქრისტიანული საზოგადოება ხოროშვებს მაგრამ ესენი არ ღვევენ ეს პიროვნებები ვინც ამას ღაღადებს ხო ქრისტიანები იგივე ქრისტიანების და ალბათ სხვა შეიძლება ბუდისტებიც მე ვერ გეტყვი მაგრამ ყურანი გზალავს ქრისტეს ცნება გზალავს ასეთ სწავლება გზალავს ასეთ ურთიერთობებს კი არ გზალავს არ თulis ასე ვთქვათ საერთოდ რომ არ შეიძლება არსებობდეს ეგეთი ურთიერთობა ოზორი ვარ და მე არა ვარ დიდი ღვთის ასე ვთქვათ მოსავი იმდენად რომ არ ვიცნობ ახლა ამდენ ლიტერატურას მე საღვთო ლიტერატურას მაგრამ ამდენადაც მე ვიცი ქრისტიანული რელიგია არ ასე ვთქვათ აღიარებს იმას რომ მამაკაცმა მოიყვანოს ცოლად მამაკაცი შეიძლება იმან დაუშვა რომის პაპმა იქ არა ის უფრო რომის პაპს არ დაუშვა რომის პაპმა απλά თვალები დახუჭა მე მგონია ამ საქმეზე და ხوار ეხლა ბულას ხوار გამოუშვებს და იმათ ხوار ასე ვთქვათ დაწყებლის ამ ხალხს მაგრამ ესე იგი მე დონალდ ტრამპიც იმიტომ მომწონს რომ მაგან თქვა რომ მე ამას არ დაუშვებ კარგია მომწონს თუ იტყვის ჩვენი ხელმძღვანელობას მაგას ეგეც ძალიან მომეწონება და მე მგონი თქვენს უკვე კიდეც და ამდენად ჩვენ ასე ვთქვათ შედარებით უკეთეს მდგომარეობაში უნდა ჩავდგეთ თუ კაცურად მოიქცევით და თუ ქვეყანას მოულით ჩვენ ქვეყანას ვიდრე ვიყავით ამას იმედი მაქვს იმედი უნდა ვიქონიოთ ახლა რაც შეეხება ტრამპს და იმ ამომრჩევლებს რომელიც ვახსენეთ ამერიკაში 50 შტატიდან 24-ში კანონით აკრძალულია სხვა კანდიდატისთვის ხმის მიცემა დამარცხებულისთვის 26 საათში დაშვებულია ეს. ესეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ მასიურად არ მომხდარა და პრეზიდენტის არჩევნების დროს არ ყოფილა. მაგრამ ეს თეორიულად დასაშვებია სულ რაღაც 7-8 ხმა არის ჯერ კიდევ თქვა 7-8 კაცმა ამორჩევლმა რომ თქვა ტრამპზე უარი, ჩათვალეთ რომ ტრამპი ვეღარ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ არ ამგონია ეს მოხდეს. არა 7 კაცით ვერ გამოვა საქმე, იმიტომ რომ 300 თუ არ ვწდები 309 ამორჩეველმა თუ 308 ამორჩეველმა, ამორჩეველმა უნდა მისცეს წესით ხმა და იმას კი 200 ნუ 270 კაცი და 15 კაცი მაგას რა. მაგრამ თეორიულად ჯერ არ არის. თეორიულად შეიძლება 40 კაცმა თუ არ მისცა და მისცა გადავიდა კლინტონზე რასაკვირველია. თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად რა თქმა უნდა ტრამპი პრეზიდენტია. მე მგონი ამერიკასაც არ ჯერათ რომ ეს არა, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება.
თავარია ახლა ტრამპი რესპუბლიკურ პარტიასთან მოლაპარაკებები უნდა განაგრძოს, სხვა გზა არ აქვს უბრალოდ ტრამპს. ისე იმ სიტუაციაში ყოფნა, რა სიტუაციაშიც დღეს არის, ის ვერ შეძლებს ქვეყნის მართვას. თუ რესპუბლიკური პარტიას არ დაეთანხმება იმ თანამდებობებზე, რომლებზეც რესპუბლიკურ პარტიას როგორც გამარჯვებულ პარტიას პრეტენზია აქვს, რომ ტრამპმა ამ პარტიიდან უნდა დანიშნოს ეს ხალხი. თუ ამას არ დაეთანხმდება, მაშინ ძალიან გაუჭირდება. მიუხედავად ლეგიტიმაციისა, რომ არჩეული პრეზიდენტია და ყველაფერი, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ აი ეს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, შედგება, ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ უნდა დაველოდოთ იმას, ვის დანიშნავს სახელმწიფო მდივნად. ვინ დაინიშნებიან ძირითად თანამდებობებზე და მე შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რა პოლიტიკის მიმდევარი იქნება თვითონ დონალდ ტრამპი. მანამდე ჩვენ ამას წინასაარჩევნო პოლიტიკა სხვა არის და ის პოლიტიკა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხდები, სულ სხვა არის. მას მოუწევს ანგარიშის გაწევა რესპუბლიკელებისათვის და გარშემო ვინც ყავს ტრამპს, აი ვინც მოიაზრება სახელმწიფო მდივნად და ძირითად თანამდებობებზე, ყველა ეგრეთ წოდებული ქორია. იცით ხო ქორს ეძახიან? მაყურებლებისთვის ვიტყვი, რომ უფრო ომის მომხრეებს, ვიდრე მშვიდობის მოყვარულებს. ისინი უფრო აგრესიულები არიან, ასაკობრივი. აგრესიული, ხო. და თუ ეს ხალხი მოვიდა მთავრობაში და სახელმწიფო მდივნის პოსტზე თავდაცვის მინისტრის პოსტზე და რაღაცა, მაშინ სიტუაციის გაუმჯობესებას რუსეთთან ნაკლებად უნდა ველოდოთ. კი, მოლაპარაკებები შედგება, რა თქმა უნდა. შეხვდებიან 20 იანვრის შემდეგ, უკვე ილაპარაკეს ტელეფონზე და შეხვედრა ალბათ შედგება. რაღაცაზე მოილაპარაკებენ თავიდან, რა თქმა უნდა. მაგრამ მოიგონეთ ობამაც როცა მოდიოდა, აი ეს გადატვირთვის პროგრამა თუ გახსოვთ ობამას. როგორ თავიდან ისევ კარგად დაიწყო სიტუაცია რუსეთთან, ვითომ უნდა დარეგულირებულიყო, მაგრამ მე აირია ისე, ხო? ნუ ისე მოხდა იქ თავრობაში, ალბათ რაღაც გარკვეული თავრობაში, კონგრესში, სენატში. უფრო აი ურთიერთობაში რუსეთსა და ამერიკას შორის რაღაცა ყირიმი ისე დაიბრუნეს. ხო, რომ ყირიმი, დასავლეთ უკრაინა. დასავლეთ უკრაინა ჯერ არ დაუბრუნებიათ, აღმოსავლეთ უკრაინა. ანკლავი შექმნეს, ხო? აღმოსავლეთი უკაცრავად, აღმოსავლეთ უკრაინა. დასავლეთის უნდა იბრუნოს დაუბრუნდეს. დასავლეთზე შეიძლება პოლონეთს კონდეს პრეტენზია, რუსეთს ნამდვილად არ ექნება. რა თქმა უნდა, აქვს პრეტენზია უკრაინელებთან. ბელარუსთანაც. და გერმანელებთანაც. რა თქმა უნდა, პოლონელებს. ასე რომ ამას თუ გავყევით, ახლა სწორწავე ჩვენი საქმე და მე იმას ვამბობ, რომ ტრამპი მიუხედავად რა საკვირველია საარჩევნო დაპირებების დაპირებებია, ჩვენ ვიცით, მაგრამ საარჩევნო დაპირებების ნაწილი აუცილებლად უნდა ეცდება რომ შეასრულოს, იმიტომ რომ არ არსებობს რომ იქ აპატიონ თუ მეორეჯერ უნდა რომ აერჩიონ, რომ აპატიონ რომ ამდენი ტყუილი, ეხლა ესე არ გამოვა ეს ყველაფერზე ტყუილის თქვა. ამიტომ იმან რაღაც გარკვეული ძროები უნდა შექმნას საგარეო პოლიტიკაში. საჭირო პოლიტიკა ისედაც აქვს თავისი და უნდა ეს გამდიდრება ხალხის, უნდა შემოტანა ამ ქარხნების უკან და ასე შემდეგ და ხალხის დასაქმება, რითაც გაიმარჯვა მან გაიმარჯვა ამ თეთრკანიანი საშუალო ფენის მეშვეობით, საშუალო ასაკის და საშუალო გაიოში ყველგან შტატებში მის ესე იგი ხმები, იმიტომ რომ დაპირდა რომ შემოიტანდა და ამუშავებდა და ხელფასებს მიცემდა და არ შემოიყვანდა ამდენ ტოლვილს, არ შექმნიდა ამ სიტუაციას, რომ ტოლვილები გაჩენილი იყვნენ, ეს არის მთავარი, რომ ტოლვილები შევლენ ყველგან. თუ კიდე გაანადგურეს ეს სირიას, მერე მიადგენ კიდევ ისევ ეგვიპტეს თავიდან, იქ არის კიდე უამრავი არაბული ქვეყნები და აფრიკული ქვეყნები თუ შეუტიეს, აღარ გავაკეთებ ამბობს. ამას მაგის ხელშია, მაგი უმაღლესი მთავარსარდალი და არ დაუშვებს, რომ დაუშვეთ ჯარები ჩემის აზრით ასაგრელია. რომ წაიღო და შეიყვანოს ახლა დაუშვათ რაღაც აფრიკის რომელიმე ქვეყანაში. არ შეიყვანს. მაგალითად მაროკოში. არ შეიყვანს, ეს არაბული ქვეყანაა და იქ თავის მეფე ყავს და თავისთვის არსებობს და ჩვენად არის როგორც იყო ის კადაფის დროს ლიბია, ჩვენად იყო. იყო პრობლემები, რასაკვირველი ავტორიტარული რეჟიმი იყო რაღაცა, მაგრამ მოსახლეობას კარგად აცხოვრებდა, ყოველ დაბადებულ ბავშვზე $1000 აძლევდა იქ, $10,000 აძლევდა კიდე რაღაც თავისი ასე ვთქვათ ცხოვრების მოსაწყობად და ხალხს ამ ნავთობის ფულს უნაწილებდა გარკვეულ თანხას, რასაკვირველი, ალბათ დიდ თანხასაც თავისთვის იღებდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
ეს თავის ხალხი მაყობილი ყავდა შედარებით, მაგრამ აურდაურიეს და აგერ დაანგრიეს და ბოლოს როგორ მოკლეს ნახეთ თქვენ რა საშინელი სიკვდილით მოკლეს და რომელიც ეს ვანდალიზმი იყო, როგორც მოკლეს. მასზე შეიძლება მოკლა მაგალითად სააკაშვილი მაგალითად, იმიტომ რომ ესეთი გაფუჭებული კაცია და ის თავის ხალხს ეფერებოდა ზმო. თვითონ კარავში ცხოვრობდა, კაიდი კარავი ყოდა ალბათ მე. სასახლეში ედგა კარავი. კარავი ედგა და იგი ძლიერდა იმ კარავში. და ზოგჯერ სხვა ქვეყანაშიც რომ მივიდა, იქაც კარავს ადგმეინებდა. ნუ თავისებური კაცი იყო. მე ვიცი რომ მაგალითად ერაყელი რო უზაღეთ სადამ ჰუსეინი, სადამ ჰუსეინის ქვეყანაში ამ ერაყში მაგ დროს მე მუშაობდი იქვე არაბეთში, მეც არაბეთში მუშაობდი და ურთიერთობა ჰქონდა ჩვენი თანამშრომლები, საბჭოთა სპეციალისტები, იქაც მიდიოდნენ, აქაც მოდიოდნენ და სადამ ჰუსეინი ძალიან ცდილობდა რომ ხალხისთვის კარგი გაეკეთებინა. ბევრიც დახოცა იქ ქურთები რაღაცა მოუვიდათ ის მე კი არ ვამართლებ იმას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დადიოდა მაგი გადაცმული. მაგი მაშინ იქ იყო ნავთობის მონოპოლია და ჩავიდოდა ბასრაში და გებებს აჭირებდნენ დიდი ხანი. ეს სახელმწიფო ჩინოვნიკები გებებს აჭირებდნენ, ესე იგი ხონდა დაეტვირთათ ეს ტანკერები და არ აინტერესებდათ ეს ტანკერების დატვირთვა თვითონ პირადად, ხო და სახელმწიფოს აინტერესებდა. გადაცმული მე რამდენიმეჯერ მომიყვეს იქაურებმა, არაბებმაც და რუსებმაც, სხვადასხვა ვინც იქ მუშაობდა, გადაცმული დადიოდა ბასრაში, შევიდოდა პორტის უფროსთან, ან ვისაც ეხებოდა ამის დატვირთვა და ეუბნებოდა გადაცმული. ეუბნებოდა რატომ არ ტვირთავთ ამ გემს? ის ეთყოდა ჩვენი ზოგიერთმა ჩინოვნიკმა რო ეწოდეს, ეს იქ უნდა წახვიდე, იქიდან მე მან ხელი უნდა მოგიწეროს, მე ის ისევ გამოაგაგზავნის, აქეთ უნდა მოგიწეროს, მე იქიდან მოგიწეროს და ეს გემები ედგა და იხდიდნენ უზარმაზარ ჯარიმებს. გამოიყვანდა ამ ხელმძღვანელს და დახრიტავდა. არასწორია ბატონო დახრიტა, მაგრამ უნდა გადააყენო კემაინც. კი ბატონო. ხო. დახრიტა. და ამას აკეთებდნენ, ეს ავტორიტარული რეჟიმები იყო. და ამ ავტორიტარული რეჟიმები აცალე და თვითონ ხალხი თვითონ შეცვლიდა იმ რეჟიმებს, შემიცემდა მიმართულებას და ეხლა ყველა ქვეყანაში რო ჩაერიოს, ეხლა ყველა საქმეში ეს ამერიკის შეერთებული შტატები არ არის სწორი, ამერიკის შეერთებული შტატებმა იცხოვროს თავის ცხოვრები და რასაკვირველია გავლენა უნდა ეკონიოს დანარჩენ ქვეყნებზე ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა. და ამ მე ვფიქრობ რომ აი დონალდ ტრამპი რაღაცას ამას დაარეგულირებს. დაარეგულირებს ურთიერთობას, მე მგონია რუსეთთან აუცილებლად დაარეგულირებს ურთიერთობას. იმიტომ რომ არ შეიძლება რომ არ დაარეგულიროს. რუსეთი იმდენად გაძლიერებულია თავისი შეიარაღებით და ჯერ ძველი იმდენი ატომური იარაღი და ატომური ესეთი საკონტინენტო შორისო რაკეტები აქვს რომ ერთი თავის ტერიტორიაზეც რო ააფეთქოს დაუშვათ 150 კილოტონიანი რო ააფეთქოს ევროპაში დაუშვათ ხო? მაგი ვერ ააფეთქებს, იმიტომ რომ თავის ტერიტორიას დაზიანდება. მაგი არის ამერიკისთვის გამზადებული ის 150 კილოტონიანი და 200 კილოტონიანი და 100 კილოტონიანი. ეგ არის ამერიკის. ინგლისში რო ჩამოაგდოს, აგერ შეიძლება არხანგელსკში ხალხი დაზიანდეს. მაგ ისეთი სიძლიერის იარაღი აქვს. ამიტომ აუცილებლად შეიძლება რომ რუსეთთან დაამყაროს, რასაკვირველია, მე კი არ ვამბობ, სულ ასე ვთქვათ, უკან დაიხიოს და დაარებოს ყველაფერს და კომპრომისებზე წავა. კომპრომისებზე წავა ესეც რასაკვირველია გაჭირებაშია რუსეთსაც უჭირს ეხლა ეკონომიკურად ყველანაირად ამდენი იარაღი, ამდენი სროლა, ამდენი კრეისერების გაგზავნა, ამდენი ეს არ არის უზარმაზარი კრეისერი გააკეთეს ეს ადმირალი კუზნეცოვი და გააგზავნეს ეგერ ხმელთაშუა ზღვაში. მან ბაზარო როდესაც უნდა იღებდნენ რუსები მაგ სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობის დეპარტამენტს, მე მაშინ იქ ვიყავი და რაღაცა ვიცოდი იქ, რაღაცებდა მქონდა ხალხთან საქმე და როგორც ცდილობდნენ რომ ექსტერიტორიული უფლების ქონოდათ ეს ბაზა და აქვთ ახლა. ხო და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ესე იგი ეს დაძაბულობა მსოფლიოში უნდა წესით შენელდეს. წესით კი ბატონო. ეხლა ჩვენ რა ვქნათ ამ დროს? ბატონო სოსო, აი ეს მაინტერესებს. ამერიკა კი მოვიხილეთ, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ რა ვქნათ ამ დროს? თქვენ რა რიგში იმას გეტყვით რომ მოქალაქე, მე არ გეუბნებით კიდე როგორც პოლიტიკოსი არ აყავთ ახლა არ თქვენ და არც მე. რა თქმა უნდა, ჯერ ახლა წინ და წინ იმაზე საუბარი, მე ყველას უნდა ალბათ სოფლიოში რომ ეს დაძაბულობა შენელდეს და დარეგულირდეს სიტუაცია ასე თუ ისე, მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ ვერ გადაჭრით, ვერ ვიტყვით
უკეთესი იქნება ეს საქართველოსთვის, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, უარესი იქნება საქართველოსთვის. რუსეთს ჩემი აზრით, საქართველოში დღეს ნაკლებად აქვს ინტერესი. უფრო წინ არის ბევრი სხვა საკითხი რუსეთის. რუსეთს თავის ინტერესი რაც გქონდა რა თქმა უნდა, შესრულებული აქვს გეთანხმებით. წინ არის სირიის საკითხზე მოილაპარაკებენ ალბათ. უკრაინის საკითხზე, ჩემი აზრით, ვერ მოილაპარაკებენ. თავარი არის ირანი ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ტრამპმა გარკვევი თქვა ირანთან დაკავშირებით, რომ მე შეთანხმება, რომელიც დადებულია, არ მომწონს და მე ამას გავაუქმებ. რუსეთს ძალიან მოწონს ეს შეთანხმება, ხო? მეთანხმებით და აი აქ პირველი შეტაკება მოხდება. ხო, აქ მოხდება პირველი შეტაკება მათი. სირიის საკითხზე შეიძლება დათმოს ტრამპმა და ამერიკამ დათმოს ის, რომ დარჩეს ეს ბაშარ ასადი პრეზიდენტად და ერთად შეიძლება დაამარცხონ ის ტერორისტები, არ არის პრობლემა თუ მოინდომებენ იმ ტერორისტების დამარცხება, არანაირ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და შეიძლება ეს სირია დათმოს. მაგრამ მე რა მოყვება ამას ამბიციები რუსეთის სად გაჩერდება? აი იმაზეა დამოკიდებული. თუ იკბარებს რუსეთი იმ სირიის საკითხს და უკრაინასთან არ არის ყირიმზე ლაპარაკი, მე როგორც ვიცი. ყირიმზე არ არის ლაპარაკი, არც ამერიკას აქვს იმის პრეტენზია, მე მგონი რომ ყირიმი უნდა დაუბრუნდეს უკრაინას. მაგრამ აი ეს აღმოსავლეთი ნაწილი უკრაინის ეს ორი არაღიარებული უნდა გაკეთდეს. მე ვფიქრობ, ფედერალური რაღაც მოწყობა შეიძლება მოხდეს უკრაინის, მაგრამ რუსები უკვე იმას ამბობენ, რომ ეს დაგვიანებულია ფედერალური მოწყობა და უკრაინა აღარ არსებობს, უკრაინა დაშლილია, ნელ-ნელა დაიშლება და გაქრება როგორც ქვეყანა. ამას ამბობენ რუსი პოლიტიკოსები. ნამდვილად გეთანხმებით თქვენ. ხო, მაგრამ ამას არც ევროპა დათანხმდება, არც ამერიკა დათანხმდება. მე ნატოს საკითხია კიდევ. ალბათ დაიხევენ, ალბათ ორივე დაიხევს. ხო, მაგრამ ტრამპი ხისტი, არა პოლიტიკოსია, მართალი ბრძანდებით, ტრამპი ხისტი პიროვნება. ხისტი პიროვნებაა და თუ დაინახა ტრამპმა დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, თუ დაინახა ტრამპმა რომელიმე მოლაპარაკებაზე, რომელშიც შეთანხმებულები არიან ის და პუტინი. პუტინმა ის მოატყუა რაღაცაში. დარწმუნებული ბრძანდებოდათ, რომ ამ შემთხვევაში ტრამპი 180 გრადუსით შეცვლის თავის პოლიტიკას და შეიძლება ბევრად უარესი პრეზიდენტი გამოდგეს რუსეთისთვის ტრამპი, ვიდრე იყო ობამა და ვიდრე იყო რა ვიცი, ნებისმიერი. გასაგებია, ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მე ჩვენ ვიცი, არა, ეხლა იმაზე გადავდივარ და სანამ ისინი ერთმანეთს არ შეხვდებიან, სანამ ამ მოლაპარაკებების შედეგს ჩვენ ვერ გავიგებთ, ჩვენ უნდა ვიმხედოთ ჩვენ ქვეყანას, საქართველოს ეკონომიკას. საგარეო პოლიტიკაში ნაკლებად უნდა ჩავერიოთ, ჩვენი გადასაწყვეტი რაც არ არის საგარეო პოლიტიკაში. იმაში არ უნდა გავყოთ თავი. არ უნდა ვიყოთ ავანგარდი მაინდა-მაინც ევროპის. არ არის აუცილებელი, არავინ არ აკითხავს, აი იგივე სააკაშვილის დროს, რასაც ჩვენ თავზე ვიღებდით, იმას არავინ არ გთხოვდა. არავინ არ გთხოვდა, ჩვენ თვითონ გამოვდიოდით ინიციატორებად, რომ აი ამას გავაკეთებ, ამას არ არის ეს. არ მგონია რომ ჩვენ თვითონ აი მაგაში შეგედავებით მე, რომ ჩვენი ინიციატივით ვიწყებდით ამ შეტევებს ისეთ იმხელა ქვეყანასთან, როგორც არის რუსეთი. არ მგონია რომ ჩვენ ესე იგი პირდაპირ სააკაშვილს დავუშვათ ეპიკა რომ ეხლა მე ამ რუსეთს ასე უზად მისე უზად. არაფერი არ მგონია რომ ესე იყო, მე მგონია ეს იყო წაკეცებით, ეს იყო როგორც აი ფინია ძაღლს რო გაუშვებენ ჯერ და მერე დიდი ძაღლები რომ იყვნენ, აი ესეთი ამბები იყო მოხდა საქართველოში, რომ ეს ფინია გაუშვეს, მოატყუეს, მერე არ მიეხმარენ, ფულით მიეხმარენ და მაგაში რა მარტო ფული აინტერესებდა და გაყიდა ეს ტერიტორიები მაგას. სოფლებიო რა ქვებიო იცახოდა და მაგარ გაყიდა ეს ტერიტორიები, გაყიდა. პირდაპირ თქვა და მე მგონია 4 თუ 5 მილიარდი დოლარი მისცეს და ეს ფული ჩაიჯიბეს ნახევარი ამ ნაციონალურ მოძრაობამ, ალბათ მეტი 80%. და ხალხი დარჩა მშიერი. თვითონ თავის საქმე გაიგეთეს. მე ესე უყურებ ამ საკითხს, რომ მაგენი ძირითადად მუშაობდნენ ფულზე, იმიტომ რომ მეც მაგ ფულზე დამიჭირეს და ყველა ხალხიც დაიჭირეს მაგ ფულის გულისთვის. და ერთი რამე მინდა შენიშნო თქვა მე ჩვენ ვსტავრობაზე, რომ 4 წლის განმავლობაში არაფერი არ გააკეთეს ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ისეთი, რომ დაჩაგრული ხალხისთვის, როგორც მე ვარ და სხვები კიდე ბევრი, რომ იმიტომ რომ მე რომ ვალები მაქვს, ხო, მე რომ ვალია ჩემი სააკაშვილმა რომ წამართვა ფული, იმ ფული მე უნდა მიმეცა სხვებისთვის. უნდა გადამეხადა მომწოდებლებისთვის, უნდა გადამეხადა ვიღაცისთვის, ნუ რა ვინც გვემსახურებოდა ჩვენ, ხო? იმასაც ვერ გადავუხატე და ვეუბნები რომ ეხლა საქმე არის აი
პროკურატურაში და პროკურატურა განიხილავს და მე მომცემენ ფულს მეუბნებია, მაგრამ უთხრა არ მომცემენ თუ ორივე თუ და მომცემენ დაბებრუნებენ ჩემ დახმარებას იმ დანაშავის ხარჯზე მე არ მომობ სახელმწიფო მომეცემეთ დანაშავის ხარჯზე ვის ჩაიდინა ეს დანაშაული წაართვი ამდენი ფული წაიღეს და ჩვენ არ გამოვარდოთ ეხლა ეს ფული კაცო და ამ ხალხს არ მივცეთ და დაჩაგრული ხალხს ეს დაჩაგრული ხალხი კიდე სხვასაც მივცემთ კიდე ახებს და ნელ-ნელა ისეც გასწორდება ერთი 5000 10000 კაცი ჩემი მხრიდან სხვა მხრიდან კიდე მეტი და ასე შემდეგ წავა საქმე ხო რა თქმა უნდა გეთახმება ცოტა ზოგი ჩადებს მაგალითად პატარა ფულს რო იშოვის რა ერთი ველოსიპედი მაინც გამოუშვათ კაცო საქართველოში ერთი ველოსიპედი დღეში რამე საანგრო მიეხმარე შენ კაი კაცო არ მე მივეხმარები თუ მე მეკნება თანხა ან მე თვითონ გავაკეთებ მე საანგროს რომელიც დღეში გამოუშვებს 10 სალ ველოსიპედს და აღარ დამჭირდება ველოსიპედის შემოტანა თურქეთიდან და აქედან ვალუტის გასვლა ხო ჩვენ ვიბრძვით იმაზე ეხლა გადავედით ლარებზე ხო ეხლა ნელ-ნელა ლაპარაკში თუ დრო გვეყოფა არ ვიცი ხო ეს ლარი ვარდება რატო ვარდება იმიტომ რომ ერთადერთი არც არა ამას არც პოლიტოლოგობა არც დიდი ფილოსოფოსობა უნდა და არც დიდი ასე ვთქვათ ძალიან დიდი ცოდნა ფინანსების იმიტომ ვარდება რომ ექსპორტმა ძალიან უფრო დაბალია ექსპორტი ვიდრე იმპორტი რა თქმა უნდა всё ну საქართველოს იმპორტიური ქვეყანაა იმპორტიორი ვარ ძირითადად გავხდით პამიდორის კიტრის ლობიოს ნიორის იმპორტიორები რომელიც ჩვენ თვითონ გვაქვს მაგრამ არ ვეხმარებით ამ გლეხს ან არ ვაიძულებთ რომ გააკეთოს თუ მიწა ამ გლეხს მო თუ არ დაბარა და მოტოხნა ხო ეგეც არის ხალხს ეზარება მუშაობა და არ მოიყვანა ეს მოსავლე და წაარდო გამოარდო ეს მიწა და მისცა სხვას უნდა მიყიდო ან აჩუგო და მიეხმარო რომ გამოუშვას ეს ცოტა ძვირი იყოს ცოტა შევზღუდოთ აბა თურქეთში შეიტანე თაფლი თბილისიდან საქართველოსთან ვერ შეიტანე ხო არის თავისუფალი ვაჭრობა არ გაგიშვებენ იმიტომ რომ იქ აქვს კარგი თაფლი აქვს იქ ძველ საქართველოში სადაც მე ნამყოფი ვარ იქ ართვინში და იქ და იქიდან მითხრა იქ კაცმა რომ ვერაფრით ვერ შემოიტან შენ საქართველოსთან იმას ნავთი იქით იყოს თაფლს იმიტომ რომ იმათ აქვს შესანიშნავი თაფლი და თავისი გააკეთო უნდა თავისის მე სირიაში რომ მუშაობდი შემოდიოდა საქონელი სალუგარეთიდან შემოდიოდა ამერიკიდან შემოდიოდა ყველგან მაგრამ მაგალითად ფეხსაცმელები არ შემოდიოდა მით უმეტეს ვერ შეზღუდული ჰქონდათ იმიტომ რომ თავის ფეხსაცმელების წარმოება ჰქონდა და ჩემამისის გაყიდვა უნდა ალბათ თანსაცმელი ალბათ დროულად ალბათ ეს შეიძლება მოხდეს ისტორია აბა ლიბერალური კანონმდებლობით რომელსაც ჩვენ მუშაობდა როგორც ამერიკა მუშაობდა რომ ეს ლიბერალები და ყველაფერი შეუშვათ გამოუშვათ ყოველდღე ტრამპს თქვა რომ აღარ გვინდა ესა ჩვენს უნდა ვთქვათ კი ბატონო ჩვენი ბაზარი უნდა დავიცვათ უნდა ვეცადოთ უკვე მე რამდენი მთავრობა მოდის რომელიც ლაპარაკობს იმაზე რომ უნდა შეიქმნას საქართველოში საშუალო ფენა რითიც დაიწყეთ თქვენ რომ აი 800,000 გაჭირვებულია და ზოგიერთი არჩევნების წინ ამბობდა რომ ორჯერ მეტიაო გახსოვთ ხო მილიონზე მეტიაო 800,000-მდე პენსიონერია ქვეყანაში ესე იგი ჩათვალეთ 50 მოსახლეობის 50%-ზე მეტი არის გაჭირვებული ხო რაც არ უნდა ილაპარაკო რომ უმუშევრობა 10%-ია თუ 15% ხო ყველას ესმის რომ ეს ასე არ არის საქართველოს ნებისმიერ მოსახლეს ეს ესმის ეხლა ბოდიშ მოგერთით მე ჩვენი პროდიუსერი მეუნება რომ მომცემს რომ ცოტა ძალიან ბევრს ლაპარაკობდო და ნელ-ნელა დავრღვალდეთ ალბათ. კი ბატონო, დღეისათვის სხვა დროს თუ იქნება საშუალება, სხვა დროს გამოვიდეთ. მაგრამ ეს თემები ალბათ ისე უნდა გამოვიდეთ. ეს თემები საჭირო რომ სხვასაც შევეკითხოთ. ზოგიერთი რეკომენდაცია ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ამდენი წელია მუშაობთ, ნახოთ რაღაცა და შეიძლება ასე საქართველოშიც გავაუმჯობესოთ მდგომარეობა. ამიტომ მე ჩვენ გადაცემას დღეს ბოდიშ მოგირთით დავამთავრებ და ისევ ქართული ზღაპრების სიტყვებით მინდა დავამთავრებ, რომელიც არ მოსწონს ჩვენ განათლების მინისტრს, რომელიც მე ვთვლი რომ ალბათ თავისთავად წარმოუდგენია როგორც ბაყდევი. რადგანაც ძალიან ნაწყენია რომ ცალ-ცალკეკია ჩაასო ბაყდევს მახათისებში და შეაშინა რომ მოუჭირა ყველს ხელი და დაუშვა დარქვებს ამ დროიდან. მოდა მე მინდა დავამთავრო ჩვენი გადაცემა ეს რომელიც კიდევ ვიმეორებ
არის კაცია ადამიანი და ზუსტად კაცი და ადამიანზე ვილაპარაკეთ ჩვენ ბევრი ადამიანებზე და თუ მეტი დრო გვექნებოდა მეც ვილაპარაკებდით, მაგრამ პროდიუსერი არავითარ უფლებას არ მაძლევს მაგისი. ამიტომ მე მინდა დავამთავრო ასეთი სიტყვებით. ხატო იქა, ქვილი აქა, ჭირი იქა, ხინი აქა. არანაირი პირობით საჯარს ყველა ციხეში